დიდი მადლობა თქვენის თანაპრეზიდენტი 100 წელი ყოფილიყავით და არასოდეს ხიდი დღები ეგმენახა საქართველოს. ისე ძალამაზი ხარ და ეხლა თლად. ერთმა გაგიმართ აი ბიჭი ხარ. ამა მოდი გადავიღოთ სურათი. მოდი. ჰოლივუდის ღიმილი, ჰოლივუდ სადა აქვს ეგეთი ღიმილი თქვენ რო გაქვთ, გასლამარად. არ გაიგო, თორე ჩამოწვიდენ და წაგიყვანენ ყველასა, სადა გვაქვს ჩვენ ჰოლივუდში გასაგზავნილი ქალბატონები, სად ხარ? ძალიან მაგრები არიან. აბა როგორ არის საქმე? ეს ძალიან ლამაზი ქალბატონი ყავს, აქ განსაკუთრებით გურია ძალიან ლამაზი ქალბატონი ყავს, მაგრამ როცა ადამიანს ეს პრობლემა უჩნდება, მე რაღაც ღიმილი აღარ უხარია, რაც თავად სამსახურში მისვლა აღარ უხარია, საქმის კეთება არ უხარია, გარეთ გამოსვლა აღარ უხარია, ბევრი ფაქტორი ჩნდება. და მე ის არის თელი ორგანიზმი ავადდება, ამიტომ ეს არ არის მხოლოდ კბილები და ჩვენი ახირება. და ყველაზე ძვირი არის ეს, და ყველაზე მიუწვდომელი არის ეს, იმიტომ სამეცნიერო დაზგვა ხარავს სხვა დავადებებს, მაგრამ ეს არის სოციალურად ძამძიმე, ეს არ იყო ჩემი აკვეთები და ეს პროგრამა რომ დავწერეს დაჭირება 1-2 წელი მაინც. ჩვენ უნდა დავამატოთ ავტობუსები და ესე სოფელ წავყვათ. მოკლედ უნდა მივიდეთ ისე რომ ყველა დავიწყეთ რა თქმა უნდა სოფლებიდან, მაგრამ ქალაქებში, დიდ ქალაქებში, მათ შორის თბილისში, გარეუბნებში, მაგრამ იქ სადაც არის ადგილზე პოლიკლინიკები ბევრი. იქ უნდა მივუყვებით პოლიკლინიკებს, სადაც არ არის განსაკუთრებით სოფლებში, სადაც ხალხს უბრალოდ ფული არ აქვს, რომ ექი თბილისში ექიმიდან რომ ეგ არის პრობლემა, რა სოფლებში რატო გვინდა ეს ავტობუსი, იმიტომ რომ არ არის კარგი სტომატოლოგიური ცენტრები ბევრგან, იმის გამო ხალხს ფული არ აქვს, რომ არა, აპარატურაში ხალხს ფული არ აქვს და რახან ფული არ აქვს, ამიტომ ხელმისაწვდომი თითოეულ ადამიანთან რომ მივიდეთ, როცა თითოეულ ადამიანს რომ ნახოს, ეხლა ამის შედეგი, ამიტომ ეს არის და რომ ჩვენი ამოცანაა ეხლა ჯერ სხვა თუ არაფერი ეს განავითარებს ისე სტომატოლოგიას ადგილზე რომ მე ხალხის უფრო ადვილი იქნება ამ ყველაფრის სარგებლობა, ხო? ამიტომ არის რა პირველი სახელმწიფო ინვესტიცია ძალიან მნიშვნელოვანია იმისათვის რომ ყველა ოჯახს მიუწვდებოდეს ხელი თბილისის ექიმზე. და ყველა ოჯახს მიუწვდებოდეს ხელი პროთეზირებაზე, ყველა ახლა ბევრმა თქვა სპეციალისტები. მაგარი სპეციალისტები. მაგარი სპეციალისტები, ერთი მეორეს უკეთესი, როგორ არის? მაგრები არიან, ხო ხედავ? მაგრები, მართლაც. დიდი მადლობა ასეთი. ენთუზიასტები არის, რაც თავარი ეს, კარგ საქმეს აკეთებ. მაგარ საქმე. ხო. მაგალო ვერ შევძლები და ვერ გავიკეთებდი, არ აქვს მაგარი. მართლა დიდი მადლობა ასეთი კარგი საქმისათვის. გამარჯობა, შემოგეჭერეთ. ძალიან გიხდება, ძალიან მართლა. მართლა წარმოუდგენლად მომხიბლავ ღიმილი. პირდაპირ ჰოლივუდში. მაგარი საქმეა. მადლობა გუდა გადაგიხარ. მადლობ თქვენ. მაგარი პროექტისა. შეუძლებელი შეძლო ამ გოგონა ვინ არის? ამას ენთუზიაზმი და სიყვარულის გაშავსული. აი ხალხის ხოლმე ზაგზალიან. თქვენი იმედი გაქვთ, თქვენი იმედით ვიქნებით ყოველთვის. გაიხარე. მე ვიყავს ლანჩხუთელიას. იმედნიერეთ სულ. მადლობა ბატონო პრეზიდენტო. მადლობ თქვენ. პოლისით გავიკეთე ოპერაცია. ახლა კბილები ძალიან დიდი მადლობელი ვარ. აი, ეს სულ ოპერაცია, სად გაიგეთ? თბილისში. გაკაიგე. როდის გაიგეთ? ძალიან მაგარი. დიდი მადლობელი. ეხა ხო დადიხარ. ძალიან დიდ მადლობას ვიხდით. კბილები გაგვიკეთეს მესამე დღე ჩევდი და კარგად